მოგესალმებით, ახალი დღე, ახალი ვლოგი. როგორ ახართ? გავარჯობა უკითხავ. ესე იგი, ჩვენ ეხლა მივდივართ, რომ რა ხდება ვერ გავიგე. რა ხდება ვერ გავიგე, რა ხდება, რა ხდება. ვაიმე გაბაზულია. მივდივართ ეხლა რომ ვიყიდოთ ჩემთვის ტელეფონი. სადაც 3 წელი გახდებოდა, რაც ეს ტელეფონი მაქვს, 14 Pro. თქვენ იცით რომ მე ძალიან მინდოდა ყიდვა შარშანდელიდან მოყოლებული, მაგრამ ვერ ვიყიდე. როგორ ყიდულობ ახლა? მე ამ ტელეფონს ვაბრუნებ უკან, ჩემს 14 Pro-ს. ეს თავის დროზე განმადებით მაქვს გამოტანილი, იცით თქვენ და გადახდილი მაქვს. ვაბრუნებ ამას უკან და გამომაქვს 17 Pro Max-ი და თუ რაიმე იქნება, რა თქმა უნდა, იქნება დასამატებელი, დავამატებ იმ თანხას და ანუ ის განმადებით აღარ გამომაქვს. იმას უკვე პირდაპირ ყიდულობ ამ ტელეფონის ხარჯზე, ამ ჩემი ძველი ტელეფონის ხარჯზე. ხო, რა თქმა უნდა, ნაცრისფერს ვერ ვიყიდი, თეთრს რასაც ეძახიან, იმიტომ რომ გამოწერა უნდა თეთრს და ერთი თვე უნდა დაელოდო. არ მგონია რამე შეცვლილი იყო სექტემბერში ეს ამითხრას რომ უნდა გამოიწერო რა ერთი თვე უნდა ელოდო და მოგივა მისამართსეო და მე რახან ამ ტელეფონს ვაბარებ ერთი თვე ტელეფონის გარეშე ვერ ვიქნები ფიზიკურად ამიტომ მიწევს ლურჯსა და სტაფილოსფეროს შორის არჩევანის გაკეთება და სტაფილოსფერი მძაქს რა თქმა უნდა არც ლურჯი მეხატება ძალიან გულზე მაგრამ მაინც ქეიში უნდა იდოს და სტაფილოსფერს ლურჯი მირჩევნია კიდე ასე რომ ესეთი გეგმები გვაქვს დღეს და სავარაუდოდ რახან ამ ვლოგს უყურებთ ესე იგი ვიყიდე უკვე და unboxing-იც წინ გველოდება. ამასთან ერთად ლიზას საერთოდ დაუპატარო და ტანსაცმელი. ალბათ 1-4-5 ბოდი აქვს რომელიც მოსდის, აღარ ეტევა არაფერი და ლიზასთვის მინდა რომ რამოდენიმე ბოდი შევიძინო. და მოკლედ ნახოთ რა კიდე რა შემოგთავაზებს ეს დღე. წავედით. მოკლედ მივედით მაღაზიაში ვათვალიერებდი აქ სანამ ჩემს საბუთებს ამოწმებდნენ. სავარაუდოდ აი ეს ფერი უნდა მეყიდა ლურჯი, იმიტომ რომ სტაფილოსფერი არ მომწონს. ეს უბრალოდ განახებთ ამ ტელეფონს და აი ეს ფერი არ მომწონს. ხა ნუ გემოვნებაზე არ დაობენ, ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არ მოწონს. უნდა მეყიდა ლურჯი, იძულებით, იმიტომ რომ თეთრი ფერის, რომელიც მე ძალიან მომწონს, მაღაზიებში ზოგადად არ აქვთ ხოლმე და ერთი თვით ადრე უნდა გამოიწერო და უნდა მოვიდეს და მე რახან ტელეფონს ვაბარებდი, ნუ არ მაწყობდა ეს ერთი თვე ლოდინი. მაგრამ სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა რომ იმ მაღაზიაში რომელშიც მივედით გქონდათ. გავიყინე ხო ეხლა მოვედი кейსის საყიდლად იმიტომ რომ ძალიან სრიალა ისა აქვს ახალი ტელეფონი თვეღების ჩავაბარ როგორც გითხარით ძალიან სრიალა ისა აქვს კორპუსი რა და დღეს ვერ ვარ ვიყიდო და რომ გადავდო შეიძლება დამივარდეს ასე რომ შემოვედი ფაიფილოში და აქ ვიყიდი ბარემ ამის кейსს სანამ ლიზას ძინავს ყავა დღეს ვიყიდე ეს ტელეფონი, მაგრამ ახლა უკვე ახალი ტელეფონი ვიღებ. მაგრამ ძალიან ისეთი ის იყო რა გრძელი დღე, მთელი დღეს მოყოლას ახლა არ დავიწყებ სიმართლე გითხრათ. დაწვრილებით, მაგრამ რამოდენიმე ტელეფონის ოფისი მოვიარეთ.
რომელ ოფისშიც მაქვს ახლა მაგალითად აქ ვინც ახართ იცით T-Mobile-ის ნომერი მაქვს და T-Mobile-ის ანუ როგორც ახლა საქართველოში მაგთის ოფისში რო იყიდო ტელეფონი ან Geocell-ის ოფისში რო იყიდო რა ესეთი ვარიანტია აქ ესე ანუ დაიყიდო Apple-ის მაღაზიაში ანუ დაიყიდო ასე რა Apple-დან მოაქვთ მე ამაღა ქსელების მაღაზიაში ნომრების მაღაზიაში ხო და ერთ-ერთი ჩემი ის არის T-Mobile რა ქსელი ხო და აქ რამოდენიმესთან მივედით როგორც ბოლოს ვიყავი ნოემბერში თუ ავწდები ტელეფონის ამბავს რომ არ ყვევდი და მაშინ ძალიან ისეთი ფასები მითხრეს რომ იმ მომენტში მე არ მქონდა რა მაგის საშუალება სიმართლე გითხრათ და სოსომ დამპირდა რომ იყიდი საახალწლო თუ უეჭველიო რა ну მოკლედ რამოდენიმე თვია ველოდები ზოგადად ახალ ტელეფონს იმიტომ რომ მე არ ვაპირებდი 17-ის ყიდვას და 17-ის ლოდის დაბადების დღეზე მინდოდა 16 იმიტომ რომ მე მქონდა 14 Pro და ძალიან ჭედავდა უკვე პროგრამა თქვენ იცით რომ არ ვიცი როგორ არის იქეთ საქართველოში ახლა მაგრამ აქ მაგალითად რაც უფრო ახალი მოდელები გამოდიან ძველი მოდელები უფრო აფერხებენ მუშაობას ესე ვთქვათ iOS-ის განახლებას აზრი არ ქონდა 14-ზე 14 Pro-ზე იმიტომ რომ არ ღებულობს სამაგისოდ კარგად როგორც გავიკითხე და ну ძველი iOS-ზე მუშაობდა რა და თან ეკრანმა დაიწყო ციმციმი გაჭედვები ну მოკლედ რა თუმცა ელემენტი ისევ 100%-ზე იყო რო ჩავაბარე დღეს არანაირი ნაკაწრი გარედან ეკრანზე იყო ძალიან უმნიშვნელო დეფექტები მაგრამ ძალიან უმნიშვნელო იმის კვალობაზე რომ მესამე წელია მქონდა ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო მოკლედ $1200 ღირს აქ ტელეფონი პლუს ამას ტაქსები სადღაც $1300 ადის მაგრამ ნუ მე ჩემი ტელეფონი მივაბრუნე და დამიკლეს ძალიან კარგი თანხა $800 დააკლეს ამ თანხას $800 დამიკლეს ჩემ 14 Pro-ში და გამოვიდა რომ $450-ად ვიყიდე Pro Max-ი 17 და ისეთი შეთანხმება გავაკეთეთ რომ მე როცა არ უნდა შევცვალო ტელეფონი ყოველთვის იქნება ჩემი ფასი $800-ით ნაკლები ანუ სიტყვაზე მე აღარ ვაპირებ ხა სანამ არ მოუღლი ამ ტელეფონს და სანამ როგორც ახლა ეს ჩემი 14 გამოვიდა მდგომარეობიდან ისი არ გამოვა ეს მდგომარეობიდან მე შეცვლას არ ვაპირებ იმიტომ რომ ძალიან მიზარება ეს პროცესები ზოგადად ამიტომ 1-2-3 წელი ესეც მექნება და როცა შევცვლი, როცა მოვისურვებ, ხო, იმაზეც $800 დამიკლებენ, ანუ ესეთი კარგი შეთანხმება მივიღეთ, გადავწყვიტეთ, შევთანხმდით, რა ვიცი. ну მოკლედ რა ძალიან კმაყოფილი წამოვედი, ну მოკლედ რომ მოგიყვეთ ამ დღის შესახებ რა. ძალიან კარგი ფასია მე ვთვლი $1200 $450 ბევრად ჯობია. თან ესეც გადანაწილებული განვადებით სამწუხაროდ ერთიანი ფული მქონდა $450 მქონდა მაგრამ არ მომცეს საშუალება რომ გადამეხადა იმიტომ რომ მაშინ ტელეფონის ფულს აღარ დაგიქვითავთო ეს ფუნქცია მხოლოდ მათზე ვრცელდება ვინც მე ამ დარჩენილ თანხას განვადებით გადაიხდის და არა მთლიანად თორე დღესვე შემეძლო რომ გადამეხადა ეგ ფული და არანაირი განვადება აღარ გადამეხადა მე ეს $450 ხა 2 წელი იხადე როცა დღესვე შეგიძლია მაგრამ არ მომცეს ამის საშუალება ну არ აქვს ახლა მაგას მნიშვნელობა არსებითი დღეს გადავხდით მე იმიტომ რომ ინტერნეტის ფულს მე მაინც ყოველთვე ვიხდი და ინტერნეტის ფულს დაემატება ის რაღაც ძალიან მცირე რაოდენობის თანხა ხო და ესე რა ესეთი ამბავი იყო ჩემს თავს შევიძინე როგორც იქნა მოკლედ რომ ვთქვათ უხეშად რომ ვთქვათ ივლისიდან ველოდები შარშან 2025 წლის ივლისიდან ველოდები რომ ტელეფონს შევცვლიდი ჩემს ტელეფონს რო არაერია პროგრამულად მე აუცილებლად შევიძენდი GoPro-ს კამერას იმიტომ რომ ძალიან ჭირდება ძალიან მინდა და მინდოდა დღეს დავფიქრდი კიდევაც რომ იქნებ ტელეფონი არ გვინდა და როგორც მუშაობს ეგრე იმუშაოს და იქნებ შევიძინო კამერა თქო მაგრამ შემეშინდა მე რახან GPS-ი მიყენია საემიგრაციოდან მე მჭირდება კარგი ტელეფონი რომელიც არ გამეთიშება უცებ არ გაქრება სულს არ დალევს თორე ანუ იქ რო ვეღარ დაინახავენ ჩემ წერტილს არ მინდა პრობლემები ასე რომ მჭირდება კარგი ტელეფონი რომელიც იმედიც მექნება და ეხა ამ ჩემ ძველი ტელეფონის იმედი აღარ მქონდა
და ნუ მოკლედ არ გამოვიდა ისე რომ ეს კამერა მეყიდა, მაგრამ 2026 წლის ერთ-ერთი მიზანი GoPro-s კამერაა და აუცილებლად წლის ბოლომდე სულ რომ $5 $2 $1 ვაგროვო, მაინც შევაგროვებ და მაინც ვიყიდი ამ კამერას. ასე რომ ესეთი ამბები იყო დღეს ჩემს თავს. სხვა ისეთი ტელეფონთან დაკავშირებით არაფერი. მინდოდა დღეს ბავშვისთვის ბოდეები მეყიდა, მაგრამ მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დილის 11-ზე გასული 5 წუთებზე მოვრჩებოდი ტელეფონის ყიდვას. იმიტომ რომ იქ პატარა პრობლემები შემექმნა, იქ პრავა დამრჩა სახში, მართვის მოწმობა უკაცრავად, იქ თურმე საჭირო იყო. ნუ მოკლედ მე ამ ფილიალში პირობები არ მოგვეწონა, იმ ფილიალში წავედით, იქიდან იქ წავედით, მე ტელეფონიდან პროგრამის გადმოწერა ამ ტელეფონში 1 საათი დაჭირდა მარტო იმას, რომ ჩემი აპლიკაციები ამაში გადმოსულიყო და მოკლედ რა თან ხანგრძლივი პროცესი იყო ეს ყველაფერი, თუმცა რა თქმა უნდა ღირდა და ეს ხდება ერთხელ და ახლა ყოველდღე ხო არ არის ეს ერთხელ ხდება და всё. ასე რომ ესეთი ამბავი იყო ჩემს თავს მეგობრებო, წინასწარ დიდი მადლობა ვინც მომილოცავთ. წიაზე დიდი მადლობა, შემდეგ ვლოგშიც მოგიხდით მადლობას. და მე მგონი არა იყოს მოდი ჯერ, არ ვიცი. ეს დამთავრება არ მინდა ვლოგის. ნახოთ. 5 იანვარს დაიდება ეს ვლოგი და არ ვიცი, ხვალამდე რა იქნება. ხვალ დავამთავრებ თუ რამეა. ეხლა ამ კადრით ესე უცებ არ მინდა რომ დასრულდეს. ასე რომ ესეთი ამბები იყო ჩემო ძვირფასებო, ჩვენს თავს ძალიან სივა გარეთ. ლიზა იწუწუნებდა, სახში მოვედით ორჯერ რო ეჭამა, თან მართვის მოწმობა ავიღეთ, წავიღეთ. აი მე მოკლედ ეგეთი დღე გქონდა რა. ძალიან მომწონს ვიზუალურადაც. უბრალოდ ერთი ისა ის რომ ძალიან სრიალო კორპუსი აქვს და кейსი გამოვიწერი Amazon-დან, იმიტომ რომ ტელეფონსაც ვიყიდე იქ ერთი кейსი $50 ღირდა და ლამაშგვიდან გადავედი მეთქი რატო ღირს $50. ხო და ნუ ვერ ვიყიდე 5 Below-ში кейსი, იმიტომ რომ მარტო პროების ჰქონდათ, პრომაქსების არ ჰქონდათ. და მომიწერა Amazon-დან გამომეწერა და $9 გამოვიწერე პრომაქსის кейსი $9 და იქ მაღაზიაში $50 ღირდა. გენეცვალი. ეხლა ბეჭედი უკეთია და იმით მიკავია ხელში, თორე ფიზიკურად პროსტა ისე რომ დაიკავო ძალიან სრიალა ისა აქვს ძალიან და უზომოდ გამეხარდა რომ ეს თეთრი ფერი იყო იქ, აი თქვენ იცი როგორ არ ველოდებოდი, აი უბრალოდ შევეკითხე რომ აი მეთქი, აი ძალიან ისე რა რომ აი ხო არ გაქვთ მეთქი და მოიცავ შევამოწმებო. კაი, ქართველი გოგო იყო და შევამოწმებო და გეტყვიო და აი ძალიან არ ველოდებოდი რომ კი არის რომ მეტყოდა რა და შეამოწმო და კი გვაქვსო, თან ერთი ცალი იყო მე მგონი და აი ისე გამეხარდა ხო რომ ერთი თუ ეხა მე ამას ოდნავ ვერ დავუწყებდი, მაგრამ უნდა მეყიდა ლურჯი, მან შეჩვეული ვიყავი, შეგუებული ვიყავი, რომ ლურჯი უნდა ვიყიდო, მაგრამ ნუ რო აღმოჩნდა თეთრი. ზოგადად ეხა თეთრი ფერის არის ლურჯია და სტაფილოსფერი პრომაქსებში, ხო? სიმართლე რომ გითხრათ, არც ერთ ფერზე არ გიждდები, მაგრამ ლურჯს და სტაფილოსფერს ეს ფერი მიჩვენია მე პირადად, ეხა ჩემი გემოვნებით, თორე რა თქმა უნდა ვიღაცას სტაფილოსფერი მოგწონთ, ვიღაცას ლურჯი მოგწონთ, პრობლემა არ არის. უბრალოდ ჩემთვის მე ეს ფერი მინდოდა იმათ თან შედარებით. ბრონი არ გადამიკრავს ჯერ, იმიტომ რომ ფასიც არ მიკითხავს, დარწმუნებული ვარ კატასტროფა ფასი იქნებოდა. არა, ვკითხე კიდევაც, ანუ ბრონიო და кейსიო თავის დაკვრითო და იმითო $90. არა, კი რაზეღ. რა თქმა უნდა $90 ბრონში და кейსში, $9 кейსი ვიყიდა და რა ვიცი, ერთი $115 ბრონი დამიჯდებოდა ხო. მე დავაკრავ ბრონს. ხო, ორშაბათს მომივა кейსი, დღეს არის შაბათი. ორშაბათს მომივა кейსი. მომწონს ძალიან, ხო, ყველაფერი ძალიან მომწონს. კამერა, არ ვიცი, ხა ვლოგში მე რო ჩავთავ ვლოგს კიდევ როგორ იქნება რანაირად. არ ვიცი. ეხა მე რასაც ვუყურებ მომწონს, თან ტელეფონი ამოტრიალებული არა მაქვს, ძალიან მომეწონა რომ არ ჭირდება ამოტრიალება, ისედაც იღებს ვლოგის ფორმატში. აი ეს არის დიდი კომფორტი, როცა ხელში გიკავია ტელეფონი და კმაყოფილი ვარ. მე რისთვისაც მჭირდება, იდეალურად აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს. ასე რომ
წავედი ახლა და როგორც კი რაიმე საინტერესო მექნება თქვენთვის სათქმელი და მოსაყოლი აუცილებლად ჩაგერთვებით. მე და კარგია რომ ტელეფონის ამოტრიალება არ გჭირდება რომ ვლოგისთვის გადაიღო ვიდეო. ესე იგი რას ვაკეთებ ახლა ვრეცხავ ლიზას სარეცხს. თან ვავლებ და თან ვრეცხავ. გუფთის სუპი უკვე გავაკეთე, იმიტომ რომ ამ საახალწლო კერძების მირთმევა უკვე ყელში ამოვიდა და სიმართლე გითხრათ, თან შეიჭამა ყველაფერი და მინდოდა რაღაცა წვნიანი გემრიელი, წვნიანი უფრო რა კუჭისთვის. და პარალელურად ლილეს გარდირობი მივალაგე უკვე და გადავარჩიე პატარა ტანსაცმელები რაც აქვს უკვე და ეხლა ვალაგებ ლიზასაც. 3 თვემდე ტანსაცმელებს ყველაფერს ვარჩევ და ესეთი ძალიან ბევრი დაუგროვდა და მე თბილისში უნდა გავაგზავნო ეს როცა ამანაც გავაგზავნი, ამათაც გავაგზავნი, მაგრამ ზოგადად იმდენად ბევრია რომ მომიწევს რომ აქაც ვაჩუქო ვინმეს. ასე რომ თუ ვინმე ხართ ბრუკლინში, აი მაგალითად ეს ერთ-ერთი ზედა რომელსაც ესეთი ვაშლი აქვს ამოქარგული. ესელი ძალიან პატელა უკვე, აღარ მოსდის კი არა, რა ვიცი. 3 თვის არის და ბავშვი 5 თვის ხდება 14-ში. ასე რომ თუ ვინმე ხართ ბრუკლინში, აი ნაწილს თქვენ გაჩუქებთ, ნაწილს თბილისში გავაგზავნი, იმიტომ რომ წონასაც ხო თანხაჭირდება, ანუ ბევრია ძალიან, ლილესი, ლიზასი და შემიძლია რომ 0-დან 3 თვემდე ტანსაცმელი გაჩუქოთ და ასევე 4-დან 5 წლამდე ტანსაცმელი გაჩუქოთ ძალიან კარგ მდგომარეობაში. არის დაბლა ჩემი Instagram ლინკი. სულ ახლები, აი ეს ერთხელეც ვამარტო. ესეთი ეს არის ოღონდ 3-დან 6 თვემდეა, მაგრამ პატარა აქ ლიზას, ანუ უცნაური შეკერვაა და პატარა აქ რა არა კომფორტულად. სულ ახლები კი მეყურებთ, რა ვიცი, ხა ცუდ მდგომარეობაში ლიზასი მithumetes არ არის, კარგად იცით რა მალე იზრდებიან ბავშვები და მთელი სულით და გულით გაჩუქებთ, არ არის პრობლემა. თუ თქვენ ვერ მოახერხებთ მოსვლას და რაღაცა სოსო როცა მოიცვის, მოგაწოდებთ. ასე რომ მომწერეთ Instagram-ზე, ნაწილს გაჩუქებთ, ნაწილს თბილისში გავაგზავნი. იქაც ბავშვებს დაეხმარებიან, იქაც ბავშვებს გავუგზავნი. Okay? ასე რომ გეოდებით, სიამოვნებით გაჩუქეთ. და მაგით ვარ ახლა დაკავებული. ვალაგებ ისეთ ტანსაცმელს, რაც ლიზას უკვე აღარ მოსდის. იმიტომ რომ საყიდელი მაქვს რა აღარა აქვს საერთოდ ისე მალე გავიდა ეს, ისე მალე გაიზარდა ღმერთმა გაზარდოს. ისე მალე რომ ტანსაცმელები აღარ აქვს ფაქტიურად, ანუ რასაც იცმევს ვაშრობ, ვაცმევ. და ახლა ესეთი შეიძლება აწუა აქ ესეც პატარა ესეთი სუტრიც არ არის ეგზემპლარიანი უბრალოდ ეს ჰელოუინის ესეც პატარა აქვს. იცით როგორი პატარა აქვს, აი ვერ ჩააცმევ, სახლშიც ვერ ჩააცმევ და მოკლე მკლავიანი ბოდეებზე ხო აღარ ვლაპარაკობ, ძალიან ბევრი პატარა აქვს. მაგრამ 3 თვემდე ბოდეები კარგ ხანს ეცვა რა, 3 თვე და მეტიც ეცვა. просто ფიზიკურად აღარ ეტევა, აი ვეღარ მოშვები. წინსაფრებსაც ესეთებია. სიამოვნებით გაჩუქებთ, ასე რომ თუ გინდათ შემეხმიანეთ. ესეთი ხვალე ლილე მიდის სკოლაში, 5 იანვარს ეწყება სკოლა, აგრძელებს სკოლას. და ესეთი ქუდები, ყურებიანი ქუდებიც გვაქვს. ამასაც გავაჩუქებ. თათმანებიც ნიუბარნეს ზერო წავა ისეთები. და 3 თვემდეც არ არის პრობლემა. ესენი მოყვა ბოდეებს და ეს გამოჩნდეს რა არ აქვს და რა აქვს, რომ ამ დღეებში უნდა წავიდე, ვუყიდო და
რომ ვიცოდე რა აქვს და რა არ აქვს. ხუდები. ბაჩიებიც რო დაუპატარავდება გაჩუქებთ. ეხლა ესეც ცოტა ხანი და აღარ ექნება კარგად ეს. ცოტაც და ასე რომ ესეთ ამბებში ვარ ჩემო მეგობრებო. ესეთ ამბებში ვარ. ძალიან დიდი ის არის ანტიდეპრესანტია ეს ჩემი ანტიდეპრესანტი, ის არის თერაპია რა ვიცი, რაც მინდა დაარქვით. დალაგება, რაღაცების გადალაგება, გადმოლაგება. ლილი არის ლიზასთან ახლა. მეხმარება. ართობს ჩემ გოგოს. ესეც აქეთ. მოკლედ, ესენი გადავარჩიეთ. ესენი ხა ნაწილი ირეცხება და გარეცხილს შევინახავ. ამის მეორე სად არის რობიპოვი? სადღაც. ამის მეორე ცალს რობიპოვი, აი ამასაც გაჩუქებთ. ეს არის სამთვემდე ვინიპუხის ბაჩიები, ბაჩუნები. სად არის არ ვიცი რომ გამოჩნდება. გაჩუქებთ მაგასაც. ეს შარვალი ჯერ კარგად აქვს. ანუ ეს არის სამეული, ნახეთ, ესეთი დათუნიებილი ვინიპუხი. და ამას აქვს თავისივე ჟილეტი და თავისივე სად არის ისო კომისტებს თავისივე შარვალი. ანუ ეს არის სამეულია ეს და აქვს პატარა შარვალი, ზეგზემპლავიანის და ჟილეტი. ისე რომ იმდენი მაქვს, რომ იქითაც გავაგზავნი, აქაც თუ იმეს უნდა, თუ არავის არ უნდა გავაგზავნი მთლიანად, მაშინ რამდენიც გამოვა. ბარემ განახებთ ლილეს რამოდენიმე ნივთს, რა, დაახლოებით. ყველას ვერ გადმოგილაგებთ, მაგრამ რაღაცებს განახებთ, რა. გავაჩუქებთ აი ამ კაბას. ეს შარშანახალი წისთვის უყიდე. აი ისეთი სარაფანაა, ყავა სარაფანა, რა ვიცი. ნახეთ რა საყვარელია. და რავი, მართლა დამიფიცება რომ მაქსიმუმ 3-ჯერაც ვაალბათ. ვიყიდე პრიმარკში. პრიმარკში მაქვს ნაკიდი ეს. ეს ძალიან ბევრი რაღაცა, მაგრამ ამოდენიმეს განახებთ. ეს მოდი აი მათ განახებთ. რავი, ერთი წამი დედიკო და ახლავე მოვალ. ეს არის, ნახეთ, ორეული. ეს ზაფხულში ეხლა ზაფხულში ჩასაცმელი. წლოვანება არის ზუსტად გეტყვით 4-5 წელი. გააჩნია ხა ბავშვის აღნაგობასაც, ლილეს ესე ეწვა 4 წელზე. აი ესეთი ზედა, ძალიან ლამაზი, ეს ნაქარგები არის. და ამას აქვს თავისივე აი ესეთი შორტი. ესეთი. ამასაც გავაჩუქებთ. ასე. ეს ჯინსი, ესეც არ ვიცი, ალბათ 2-ჯერ 3-ჯერ. ეს იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ძალიან უჭირდა ბაღში აიმეების შეკვრა. და ეს არა ქვია. მარტო როცა სადმე ჩემთან ერთად მიდიოდა, იქ ვაცმევდი, რომ დაჭირებოდა მე გამეხსნა და მე შემეკრა. ესეთი ჯინსი. ამასაც გავაჩუქებთ.
ასევე ეს ჯინსი ძალიან მიყვარს. ესეთი. ამას აქ რეზინებიც აქვს. ესა. ძალიან ბევრია რა. ძალიან ბევრი რაღაცაა და კაბები, ანუ კოსტუმი და კაბა, ქვედაბოლო უფრო სწორად. ძალიან ბევრი რაღაცა ეხლა უბრალოდ გადმოღებით ახლა ვეღარ გადმოვიღებ, იმიტომ რომ დაახლოებით რომ მიხვდეთ, ყველაფერი მაქვს შენახული ძირითადად გასასვლელი. გასასვლელი, აი გარეთ რო გაიყვანდა, რო ჩააცმევენ, მაგრამ არის აი ესეთებიც, რო აი სახშიც ჩააცვა, ან ბაღში ჩააცვა, ესეთი გზემკლავიანები. მე მეთქი ჭუჭყიანია, რო ჩანდა კამერაში ეგრე. ესა ბაღში რო ჩააცვა, სახლში რო ჩააცვა, ესეთებიც არის. მაგრამ ძირითადად არის გარეთ ჩასაცმელი, რასადმე რო წაიყვან. ეგეთი დასაცმელი მაქვს შენახული რა. ასე რომ კიდევ გვაქვს ეს ჟილეტი, რომელიც გამიპროტესტა. მე კი ვუყიდე, მაგრამ თვითონ გამიპროტესტა და რავი, არ ჩაიცვა არასდროს. ერთხელ ექიმთან მყავდა და იქეცვა მგონი მეჯერ არც მიო. აი ესეთი ჟილეტი. ნახეთ რა ლამაზია, რა საყვარელია. ხო, ეხლა კაი დროსია შვილო. აი ესეთი ერთი წამი ვანახებ. აი ესეთი ჟილეტი. ეს არის თუ აწერია არა მოხსნილი მაქვს ასაკისის აწუხებ და კისერს. ნუ ეგრე რა 3 წლიდან უკვე ჩაია 2 წლის ბავშვი არა, მაგრამ 3 წლის ბავშვი 3-დან 4 წლამდე რა ტოპივით თუ ჩააცმევთ შეიძლება, ნუ ესეთი. მაგრამ თავის დროზე არ ჩაიცვა. აი ხა ჩაიცვინა. თავი ხა დაინახა. ხო და თავის დროზე არ ჩაიცვი და ეხა პატარა გაქვს უკვე. მე ხართ ბრუკლინში. სიამოვნებით გაჩუქებთ თუ არა და ყველაფერს გავუგზავნი თბილისში. იქ ჩემ გოგოს და ის მიცემს იმას, ვისაც ჭირდება. ნაწილს თქვენ გაჩუქებთ, ნაწილს იქ გავაგზავნი. თუ არა და ყველაფერს იქ გავაგზავნი. და ეგ იქნება და ეგ. ესე ჩემო ძვირფასებო, წავედი ახლა დაგემშვიდობებით, რაც მინდოდა ის კი განახეთ უკვე და ის კი იმაზე კი გესაუბრეთ უკვე. ხო და ამას 7-ში შობა შევახვედრებ და 8-ში დავშლი, შაშანაც 8-ში დავშალე. კაცი შედე. ხო დედა, ხო, ჩემო ბოჭალა. წავედი დაგემშვიდობებით და მადლობა, ვინც აქამდე უყურებდით ამ ვლოგს. შემდეგ შეხვედრამდე გკოცნით.